საღამომშვიდობისა ტელეკომპანია ბორჯომის პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ დღის ქრონიკას. ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი წარმოგიდგენთ. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ ნახავთ. მორიგის საკრებულოს ხდომა და ოპოზიციონერი დეპუტატების პრეტენზიები. მართვის მოწმობის განახლებული ტესტები და შემცირებული რიგები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. როგორ ემზადება ბორჯომი ახალი წლის შესახვედრად. საკრებულოს მორიგის ხდომა და 11 განსახილველი საკითხი. საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატებისგან წერილობით ანგარიშს ითხოვს. დეპუტატები კი საკადრო პოლიტიკას და პრემიების საკითხს აპროტესტებენ. ეკა ნოზაძე ესწრებოდა დღეს საკრებულოს ხდომას, დეტალები ნახეთ სიუჟეტში. საკრებულოს ხდომა დღეს ბორჯომში 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცებით დაიწყო. საჯარო მოხელეების სახელფასო დანამატები და მე-13 ხელფასი. ეს გახდა ოპოზიციონერი დეპუტატის პრეტენზიის მიზეზი. ძალიან სამწუხაროა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა ადგია პრემიების და ხელფასების უსაზღვროდ გაცემის გზას. უკვე მეორე საკრებულოს ხდომაა, დაახლოებით 90,000 ლარი გამოიყეს პრემიის სახით საახალწლო. გაკეთა დანამატები, ახლა იქნება მე-13 ხელფასი. მე ვთვლი, რომ მეტნაკლებად მიმდინარეობს საკრებულოს და გამგეობის მუშაობა ნორმალურად და ის ანაზღაურება აიღო იმ ხალხმა, რომელიც აქ მუშაობს. დღესვე საკრებულოს თავმჯდომარე ინიციატივით გამოვიდა. ის დეპუტატებისგან მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ წერილობით ანგარიშს ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დანამატის სახით მიღებული ანაზღაურების შეწყვეტა სპირდება. ძალიან მარტივად შეგიძლია პირდაპირ ფინანსებას, რაც მოგდით იმის გამო შეხვდით თქვენ ამორჩევს. რა არის გაუგებარი? როცა ჩვენ გავაკეთეთ ეს დანამატები, ეს იყო გაკეთებული იმ ტერიტორიული ოლქებით, ასე ვთქვათ, სოფლებით, რომელიც არის მოშორებით, ხო და გავაკეთეთ დანამატები, რომ მათი მოძრაონ, შეხვდნენ ხალხს, მათი პრობლემატიკა მოიტანონ აქ და მაქსიმალურად გავერთ, იმიტომ რომ ძალიან ძნელია სოფელში აქედან დაინახო პრობლემა და შიგნიდან არ მოვიდეს და ამიტომაც მე ვთვლი, რომ რა საქმიანობას ეწევიან, ხვდებიან ხალხს, რა აწუხებთ. ეს დაწეროთ, მოიტანონ და განვიხილოთ და მე ჩვენზე დამოკიდებული განვიხილავთ რა დავეხმარებით, თუ რომ მათ პასუხისმგებლობას მოეხსნებათ და მით უმეტეს ნორმალურ ანაზღაურებას იღებენ. გეგმა დადებული მაქვს, შესრულებული სამუშაოებიც და მომავალი შესაძლებელი გეგმებიც. ანუ ვთქვით, რომ ვალდებულება ხარ? კი, აუცილებლად როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს აუცილებლად უნდა ჩავაბაროთ ანგარიში. დეპუტატებმა დღეს ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მისი ხელმძღვანელისგან მოისმინეს. ამ დროისთვის ბორჯომის საბავშვო ბაღებში 550 აღსასრდელია. მენიუ გახდა საბავშვო ბაღებში ძალიან მრავალფეროვანი. გარდა ამისა, ყველაზე მთავარი კიდე რაც გაკეთდა ბაღებში, მოხდა სამხარის გადმოტანა სადილად, რაც განაპირობა იმან, რომ სამხარის დროს ბავშვები ძირითადად გაყავთ ბაღებიდან, ან კიდე ბავშვი ანუ ისეთ მომზადებელი ხდებოდნენ ამ სამხარს, რომ რჩებოდა ფაქტურად ხორცის გარეშე, თევზის გარეშე ხდებოდა ბავშვების კვების გარეშე ხდებოდა ბავშვების გაშვება ბაღებიდან. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა მაია ხრიკაძემ განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ნაციონალური მოძრაობის წევრი დაასაქმეს, რასაც ხრიკაძე აპროტესტებს. რამაზი ხაჩიძე, დაბა წაღორში მცხოვრები. მას წარმოადგენს. დღეს მუშაობს აქ. ნაციონალი თანაც როგორ ესე იგი რა იყო გამოკვეთილი, რომელიც დღეს დანიშნულია საკრებულოში ვაპროტესტებ ამას, იმიტომ რომ ოცნებას არის ოპოზიციის მხარი, რომელსაც ეს მთავრობა ხრებით მართლა მოტანილი გვაქვს და ის ხალხის სახში სის. საკრებულოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ რამაზ ხაჩიძე საკრებულოში სპეციალისტად ნამდვილად დაინიშნა. არ მიდახა ქალბატონ მაიას როგორც ბოდის უხდიდებ ნაციონალებს ჯილდოს დარბაზში, თქვენ მოიკითხოს თავის მოღვაწეობა, სად იყო, როგორ იყო იმ წლების განმავლობაში და ამ თემას არც დავუბრუნდები. წარადგინონ ფაქტები, მეორე დროს განთავისუფლებული იქნება. ის იყო ჩვენი მხარდამჭერი 2012 წლიდან გასი მოძრაობაში, რასაც ქვია ქართული ოცნება. დღესვე ბოლო საკითხად დეპუტატებმა სოციალური დახმარების მიზნით მოქალაქეთა განცხადებებიც განიხილეს და ყველა განცხადება თანაბრად დააკმაყოფილეს. უკვე რამდენიმე დღეა მართვის მოწმობის თეორიულ ნაწილში სიახლეა. გამოცდას მოქალაქეები განახლებული ტესტებით აბარებენ. გრძელი რიგები, რომელიც 15 დეკემბრამდე იყო, ამ დროისთვის საგრძნობლად შემცირებულია. გამოცდის პრაქტიკული ნაწილი კი ჯერჯერობით უცვლელი რჩება.
მასში ასახული არის საქართველოს ქალაქების ფოტო და ვიდეო ილუსტრაცია, გადმოცემული არის უფრო გასაგებად კანდიდატებისთვის, ვიდრე ძველი ბილეთები იყო და მასში აღწერილი სიტუაციები გათამაშებული იქნება ვიდეო რგოლების საშუალებით, რომელიც კანდიდატს მისცემს საშუალებას უკეთესად გაანალიზოს ბილეთებში გადმოცემული საკითხები. ახლა დღის ქრონიკაში რეკლამის დროა, ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. საბითუმო მაღაზია მესხეთის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გთავაზობთ პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებს, ყველაზე საუკეთესო ფასად ბორჯომში. ქალაქიდან გაუსვლელად თქვენ შეძლებთ შეიძინოთ. დიდი მოცულობის სიმინდის სეტი 4 ლარი და 80 თეთრი. მაკარონი 3 ლარი და 80 თეთრი. უმაღლესი ხარისხის ფქვილი 50 ლარად. ტომატი 2 ლარი და 20 თეთრი. ლობიო 3 ლარიდან. ბრინჯი ლარი და 40 თეთრი. ასევე ჰიგიენური მოხმარების ნივთები ყველაზე იაფად ბორჯომში. პირველი ხარისხის კვერცხი 24 თეთრი. დაზოგეთ დრო და თანხები. ესტუმრეთ საბითუმო მაღაზიას. თქვენთვის საჭირო საქონელს ვერ იპოვით, უფრო დაბალ ფასად. ყოველწლიურად საქართველოში ასობით ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხდება. ნუ დადგები მარტო ამ პრობლემის წინაშე. ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სპეციალურად მომზადებული უბნის ინსპექტორები კონფლიქტური ოჯახების პერიოდულ კონტროლს, ანალიზს და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ოჯახური ძალადობისას გარეკე 112-ზე. ძალადობა დასჯადია. შინაგან საქმეთა სამინისტრო. რეკლამის შემდეგ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. გარემოს დაცვითი პროექტის სახელწოდებით იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების თანამონაწილეობრივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პირველი ეტაპი დასრულდა. საკვლევ რეგიონში დათვის აღრიცხვის მონაწილეთა დაჯილდოება დღეს გაიმართა. საპილოტე პროექტის მიზანია დადგინდეს ეროვნულ პარკში მურა დათვის რაოდენობა. დღესვე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ამავე პროექტის ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატი გადაეცა. იყო და ეს დავჯილდოვდი სერტიფიკატით და ფანერით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში დღეს ის 30 რეინჯერი დაჯილდოვდა, რომელიც დაცულ ტერიტორიაზე დათვის რაოდენობის აღრიცხვის პროცესში იყო ჩართული. ასევე დასაჩუქრდა 10 საუკეთესო მონაწილე, დიპლომებით დასაჩუქრდნენ ეკობანაკის მოხალისეებიც. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, საკმაოდ სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს აქტიურობა და შევეცდები მომავალშიც ვიცანამშრომლო. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მოპოვებული მასალების საფუძველზე ჩატარდება გენეტიკური ანალიზი და დადგინდება ეროვნულ პარკში მურა დათვის რაოდენობა. კვლევას ატარებს ბუნების სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესი. პროექტის პარტნიორები არიან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი. გაზაფხულზე გვეცოდინება თუ რამდენი დათვი დადის საკვლევ ტერიტორიაზე. წინ გვაქვს როგორც არჩვის, ისე სხვა საკვანძო სახეობებს, როგორც არის ფოცხვერი და ირმის აღრიცხვები მომავალ წელს. პროექტი, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ნაკრესი, საკმაოდ მნიშვნელოვანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისათვის და ზოგადად მთლიანად ქვეყნისათვის, რადგან იგი არის საპილოტო პროექტი და მისი წარმატებული შედეგების შემდეგ გამოყენებული და ეს მეთოდები, რითაც განხორციელდა ეს კვლევა, მთლიანად დაირიგება ქვეყნის მასშტაბით. ძალიან მალე ჩვენი ტელემაყურებელი და არა მარტო ისინი ნახავენ მინი დოკუმენტურ ფილმებს, რომელიც სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა. ეს იყო ვთვლით ძალიან კარგი დასაწყისი ნაკრესთან და ბორჯომ-ხარაგაულის პარკთან ურთიერთთანამშრომლობის და ეს თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება. პროექტი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების თანამონაწილეობრივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, კავკასიის ბუნების ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სააგენტოების მხარდაჭერით ხორციელდება. დაჯილდოების ცერემონიას დღეს მათი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ხელი შევუწყოთ ბიომრავალფეროვნების განვითარებას და მონიტორინგს. თქვენ ნახეთ რომ აქ იყო მრავალი ტექნიკა წარმოდგენილი თუ რა ტექნიკით შეგვიძლია განვახორციელოთ ცოცხალი რესურსი თვითონ რეინჯერების სახით და მოხალისეების სახით აღსანიშნავია ეკობანაკების ჩართულობაც, კვლავ მოუწოდებ რომ ჩაერთონ. ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან ბევრი ორგანიზაცია მონაწილეობს და ის არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის. ეს არის საპილოტო პროექტი, რომელიც წარმატების შემთხვევაში და დარწმუნებულად წარმატებული იქნება მთელ საქართველოსაც გაიშლება. მხარდაჭერა ყოველთვის იქნება ჩვენი პროექტის ფარგლებში. პრეზენტაციის ფარგლებში ასევე გაიმართა პროექტის პირველი ეტაპის საქმიანობის შეჯამება. პროექტი წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს დასრულდება. ეს ის უპილოტო საფრენი აპარატია, რომლის მეშვეობითაც პირველად მოხდება დაცულ ტერიტორიაზე არჩვის აღრიცხვა. უპილოტო საფრენი აპარატი სხვა საინტერესო მომენტებსაც დააფიქსირებს. ახალი 2015 წლის დადგომამდე სულ რაღაც 11 დღე დარჩა. საახალწლო სამზადისი ბორჯომში ამ ეტაპზე არ შეინიშნება. ქალაქის ქუჩები საახალწლოდ მორთული ჯერ არ არის. როგორც კულტურის სამსახურში ამბობენ, საახალწლო ღონისძიება 31 დეკემბერს რუსთაველის მოედანზე 16 საათიდან დაიწყება. დეკემბრისთვის კულმინაცია იქნება წინა საშობაო ღონისძიება 31 დეკემბერს. გვერდებით რომ ეს იქნება ძალიან ლამაზი, გამორჩეული, ნამდვილი ზეიმი. რუსთაველის მოედანზე იქნება ჩვენი ბორჯომის ყველა კოლექტივი ჩავთეთ, ცეკვებით, სიმღერებით, საუკეთესო ნომრებით. დასრულდება თბილისიდან მოწვეული მომღერლების კონცერტით. ახლა კი დღის ქრონიკაში ამინდის პროგნოზის დრო, ნახოთ როგორი ამინდი იქნება ბორჯომში ხვალ და მომდევნო დღეებში. ხვალ 20 დეკემბერს ბორჯომში ნაწილობრივ მზიანი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 1, მაქსიმალური კი 7 გრადუსი დაფიქსირდება. დილის 10 საათზე ტემპერატურა 4 გრადუსი იქნება. ღრუბლიანობა შემცირდება 13 საათზე, ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება. 6 გრადუსი იქნება სითბო 16 საათზე. 2 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა 19 საათზე. ასევე 2 გრადუსი იქნება 22 საათზე. რაც შეეხება მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზს, მზიანი და ღრუბლიანი ამინდი იქნება 21 დეკემბერს. მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი. თოვლია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში 22 დეკემბერს ტემპერატურა 3 გრადუსამდე დაიწევს. 1 გრადუსი დაფიქსირდება 23 დეკემბერს. მოთოვს 24 დეკემბერსაც, სითბო 2 გრადუსი. ასევე 2 გრადუსი იქნება 25 დეკემბერს. ასეთი იყო ამინდის პროგნოზი და დღევანდელი დღის ქრონიკა. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.